ახლა ჩვენს ეთერში ტრადიციული ხუთშაბათის რუბრიკის დროა. ამბები ფერმიდან და მე მინდა მივესალმო კესო ბოჭორიშვილს, რომელიც უკვე შემოგვიერთდა და რომელიც ისაუბრებს სტუმართან ერთად აკვაკულტურაზე, ხო კესო? დილომშვიდობის საუბარი გველის წინ და მოვისმენთ დიდი ინტერესი. დილომშვიდობის მეგობრებო, თქვენ მოგესალმებით, ჩვენს მაყურებელს მივესალმები და კი გიორგი ნამდვილად სწორად აღნიშნავს, საუბრობთ დღეს აკვაკულტურაზე. საკმაოდ საინტერესო თემაა და დავინტერესდით იმიტომ, რომ ახლა აკვაკულტურაში არის სიახლეები აღწერა, რომელიც მიმდინარეობს გადავიდა ფინალურ ეტაპზე, დასრულდება მაისის ბოლოს, თუმცა ჩვენ უკვე პირველად შედეგებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დარგი, რა პროექტები იგეგმება, პრობლემების აღმოფხვრისთვის რა გზები შეიძლება მოიძებნოს და აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მასშტაბური კვლევა თევზმომშენებელ ფერმერთა გაძლიერებაზე FAO-ს ხმელთაშუა და შავი ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის დახმარებით ჩატარდა. ამ თემაზე საუბარს ჩვენ ახლა გავაგრძელებთ ჩვენ სტუმართან ერთად და შემოგვერთება ქალბატონი ნინო ჩობანიანი, საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და ყველა კითხვაზე გაგვცემს პასუხს, ყველა დეტალი რა არის აკვაკულტურაში დღეს საინტერესო და ზოგადად განვითარების რა ეტაპზეა ეს დარგი საქართველოში. ქალბატონი დილომშვიდობისა. მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ერთად ხართ და ისეთ საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, როგორიც არის აკვაკულტურა. ჩვენთვის მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ შესანიშნავ გარემოში წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მიხარია რომ ვარ თქვენი სტუმარი და დაინტერესდით ამ დარგით და ამ საკითხით კონკრეტულად დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ. ქალბატონი, საუბარი უნდა დავიწყოთ უშუალოდ კვლევის შედეგებით. პირველად შედეგებს გულისხმობს, ანუ მაისის ბოლოს უშუალოდ დაზუსტებული რიცხვები და SWOT ანალიზი იქნება დადებული. მაგრამ რა შეგვიძლია დღეს ვთქვათ? რა მთავარი მიგნებები აქვს კვლევას და რა მდგომარეობაში აკვაკულტურა საქართველოში? სიამოვნებით. პირველ რიგში 2 სიტყვას ვიტყვი ასოციაციის შესახებ. ჩვენი ასოციაცია დაფუძნდა 2012 წელს დარგის სპეციალისტების მიერ. დღეს აერთიანებს 250 ფერმერს, მათ შორის არის ფერმები ქალთა ლიდერობით, არის რამდენიმე კოოპერატივი და გვაქვს ესე ასოციაციაში ასევე ჩვენი წევრია თევზის საკვების საწარმო. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოგეხსენებათ, არის დეფიციტი ადამიანური რესურსების, სპეციალისტების. ამ მიზნით ჩვენ მოვძებნეთ გამოსავალი საერთაშორისო ექსპერტები გვყავს ასოციაციის საბჭო, გვაქვს ესეთი სამეცნიერო საბჭო და დიდი სიამოვნებით თანამშრომლობენ ჩვენთან ევროპელი და თურქი ექსპერტები ამ მხრივ და გვასწავლიან კიდევ ერთხელ არა გვყავს სპეციალისტები, მოგეხსენებათ და ძალიან ძვირფასია მათი კონსულტაციები და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის. ასევე მინდა გითხრათ ამჯერად პროექტთან დაკავშირებით, რაც თქვენ უკვე ახსენეთ, თქვენ მოგეხსენებათ FAO, ეს არის სურსათის სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების. FAO-ს აქვს კომისია, ესეთი ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისია, რომელიც აბრევიატურებით ესე გამოითქმის GFCM-ი. თუმცა GFCM-ი ხმელთაშუა აბრევიატურაში ხმელთაშუა ზღვაზეა, მაგრამ ძირითად ასევე მუშაობს შავი ზღვის ქვეყნებზეც და მათ შორის საქართველოზე. ჩვენ გვერგოთ დიდი პატივი, უდიდესი პატივი, მე ვიტყოდი, რომ ყოფილიყავთ GFCM-ის ბენეფიციარი. ანუ ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება აკვაკულტურის ფერმების აღწერასთან დაკავშირებით. ესე ქვია პროექტს აკვაკულტურის ფერმების აღწერა და ფერმერთა გაძლიერება საქართველოში, რაც გულისხმობს იმას, რომ აღწერილი ყოფილიყო და აღმოჩენილი ყოფილიყო პატარა საოჯახო თევზის მეურნეობები, რომლის დახმარების ასე ვთქვათ პრიორიტეტი აქვს GFCM-ს დღეისთვის. გარდა ამისა პროდუქტიულობა ყოფილიყო დაზუსტებული, თუმცა დაზუსტებას ალბათ ვერ შევძლებთ. ჩვენ შედეგები გვექნება მაისის ბოლოს.
და უკვე გვეცოდინება საბოლოო ციფრები, ფერმერთა რაოდენობა, ფერმების ტიპი და პროდუქტიულობა. თუმცა დარგის მთავარი პრობლემა დღეს როგორც ახსენეთ რჩება კადრების ნაკლებობა. ყველაზე დიდი იცით როგორ არის, რომ დღეს როგორღაც შეივსო ის დიდი სიცარიელები, რაც იყო ამ დარგში, საკანონმდებლო რეგულაციები კანონიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, ლაბორატორიაც გაძლიერდა დაავადებების კვლევის მიმართულებით, სახელმწიფო ლაბორატორია სამინისტროსთან არსებული. უბრალოდ გრჩება დღემდე ძალიან სიცარიელედ კადრების არსებობა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ვეტერინარი. ვეტერინარი არის შუამავალი რგოლი ფერმერს და ლაბორატორიას შორის, რომელმაც უნდა დასვას დიაგნოზი და მიუთითოს ფერმერს თუ რა კვლევები უნდა ჩაიტაროს ლაბორატორიული, ჩატარდეს მის პროდუქციაზე და იმის შემდეგ იქნას უკვე დანიშნულება. ისე ვეტერინარი ნიშნავს. აი ეს სიცარიელე გვაქვს ყველაზე მტკივნეული, რაც არის დღეს ჩვენთვის. ჩვენ ახლა მაყურებელი გვიყურებს და ელოდება ალბათ პრაქტიკულ რჩევებსაც, რასაც გავცემთ ჩვენი ეთერის მეშვეობით. რა შეგვიძლია გითხრათ სახელმწიფოებზე, გაიდლაინებზე, რომელიც იქმნება ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებული არიან აკვაკულტურით, ან ახლა იწყებენ ამ სფეროში ძიებას. პროფესიული გადამზადების ცენტრები, მაგალითად, რომელიც ჯერ გაიდლაინების ნაწილი ამოვწუროთ და შემდეგ უკვე სასწავლო პროცესშიც კი ბატონო, სიამოვნებით. გაიდლაინებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, GFCM-ს 2021-30 წლისთვის შემუშავებული აქვს სტრატეგიული დოკუმენტი აკვაკულტურის მდგრადი განვითარებისთვის. აი ამ სტრატეგიული დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა 4 გაიდლაინი. ერთ-ერთი არის დათევზიანება აკვაკულტურაში წარმოებული პროდუქტით დათევზიანება. ჩვენ ესეთი განვახორციელეთ შარშან ფოთში წარმოებული კობრის სახეობა ჩავსვით პალიასტომის ტბაში. ანუ ამას გულისხმობს ესეთი კოლერაცია იგულისხმება და მითითებები აი ამ ხსენებულ გაიდლაინში. ასევე არის გაიდლაინი ლიცენზიების და რეგულაციების გამარტივების შესახებ. GFCM მიდის იქეთკენ, რომ რაც შეიძლება გამარტივებული იქნას პროცედურები იგივე ფერმერებისთვის, იგივე დარგის განვითარებისთვის. ეს გაიდლაინი სწორედ ამაზეა ორიენტირებული. შემდეგი არის საზოგადოებრივი მიმღებლობა. ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაოს გატარება მოგვიწევს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მიმღებლობა შევქმნათ აკვაკულტურის სფეროში. ეს გაიდლაინიც სწორედ ამის ირგვლივ მიგვითითებს. და თუკი ჩვენ მაგალითად გვინდა პროფესიული ხაზით გავყვეთ აკვაკულტურას და შევისწავლოთ დარგი და ვაქციოთ ჩვენ საქმეთ, მთავარ საქმეთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, სად შეიძლება ვისწავლოთ, თუ არსებობს ჩვენს ქვეყანაში დაწესებულებები, სადაც აკვაკულტურა როგორც პროფესია ან ვის მიმართოთ ბოლო-ბოლო. ვის მიმართოთ, კი ბატონო, სიამოვნებით. სამწუხაროდ ვერ გავცდით კოლეჯის დონეს, თუმცა აი ეს კოლეჯები უკვე საკმაოდ გამართულია. აგროდუოსთან ერთად ჩვენ გავაკეთეთ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა გორის კოლეჯ ამაგში. ეს არის სამთვენი სასწავლო კურსი, რომელიც ამზადეს პირველი კატეგორიის თანამშრომელს, რომლის კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ერთი შეცდომა და არასწორი ქმედება შეიძლება ფერმის განადგურების ტოლფასი გახდეს. ამდენად ჩვენ დავნერგეთ, მე მაქვს პატივი, რომ წავიყვანო თეორიული ნაწილი ამ კოლეჯში. ასევე ფოთის კოლეჯში ჩვენ შევიმუშავეთ, ფოთში არის კოლეჯი ფაზისი, საკმაოდ საინტერესო კოლეჯი, 2017 წელს დაინერგა სამი სპეციალობა. თევზმომშენებელი, თევზის გადამამუშავებელი და ლაბორატორია. ეხლა მოხდა კანონმდებლობით ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გადახედილი უნდა იქნას ეს
სასწავლო პროგრამები და ჩვენ ახლა ჩვენს მიერ გადაიხედა აგროდუოს ხელშეწყობით გადაიხედა სახელმძღვანელო პროგრამა თევზმომშენებელი რომელსაც ფოთის კოლეჯი განახორციელებს აი უკვე უფლებამოსილია განახორციელოს. სამწუხაროდ საუნივერსიტეტომდე ვერ მივდივართ, ეგ გვაქვს ძალიან რთული საკითხი. გვყავს 2-3 აკადემიური სპეციალისტი ქვეყანაში, რაც არ არის საკმარისი. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა პრობლემა იქნება გადაჭრილი. ჩვენი საერთო დრო იწურება, მაგრამ დავასრულოთ ასე ვთქვათ იმ გეგმებით, რაც თქვენ გაქვთ ასოციაციას გულისხმობ, რომ ყველა წამოჭრილი პრობლემა ერთ დღეს აღარ იყოს პრობლემა. კი ბატონო, გეგმები შორს მიმავალი გვაქვს, მით უფრო GFCM-ი ჩვენი პარტნიორია. ყველაზე ახლოს, რაც შეიძლება ახლო მომავალში ჩვენ გვაქვს დაგეგმილი საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა. ეს არის BMP. თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკული. დიახ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს მოგცემს ჩვენ საფუძველს, თუ ფერმაში ჩვენ დავნერგავთ საუკეთესო პრაქტიკებს, ეს რა თქმა უნდა ნებაყოფლობით ხდება და ამას წინ ძალიან დიდი სამუშაო უნდა მიუძღვნათ, რომ ფერმერები ჩართული და დაინტერესებული იქნან, რას ნიშნავს BMP-ის მატარებელი თევზის ფერმა. ეს იმას ნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა არის ჯანსაღი პროდუქცია, ჯანსაღი გარემო და ჩვენ მომხმარებლები ვღებულობთ ჯანსაღ პროდუქტს, ჯანსაღცილოვან პროდუქტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ BMP-ის დანერგვით, ახლო მომავალში შევუდგებით ამ საქმიანობას და დიდი წვლილი იქნება ამ ეტაპზე აკვაკულტურის დარგის განვითარებისთვის. ჩვენი ზღა დაგვრჩენია, წარმატება გისურვოთ ამ ძალიან დიდ და კარგ საქმეში. ქალბატონი ნინო ჩობანიანი, საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო ჩვენთან ერთად, საუბრობდით აკვაკულტურაზე. შეიმჩნევა დადებითი დინამიკა, თუმცა გამოწვევები არის, ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოწვევები მალე იქნება გადალახული. ჩვენ კი ზღა დაგვრჩენია, რომ ჩვენი რუბრიკის მეშვეობით ყველა ღონისძიებას, რაც გატარდება, ვადევნოთ თვალი და ყოველ ხუთშაბათს ტრადიციულად ამბები ფერმიდან ისევ თქვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის მოვამზადოთ თქვენთან ერთად. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა საკითხით. მადლობა თქვენ, ნახვამდის.